Ამდე გახალწეს ულოცავ ყველა მონაწილე დღევანდელი ფესტივალი მომავალი ჩვენია ეს არის ფესტივალი რომელიც ემსახურება მომავალი თაობის აღზრდას აქ ყველა ბავშვი თავის შემოქმედებას აჩვენებს მე მინდა ყველა მონაწილეს ვინ დღეს მონაწილეობს ამ ფესტივალში ყველას მინდა უსურვო წარმატებები და ყველა მის ხელმძღვანელობას ეს ყოველ წლიურად და ყოველ დღესასწაულებზე ტარდება ეს ფესტივალი და მე მინდა რომ წარმატებები უსურვო ასევე აქ უამრავი ბავშვები არიან რომლებიც თავის შემოქმედებას წარმოადგენენ და ასევე არის ამ ფესტივალის ორგანიზატორები არის ზაზა მჟავანაძე და წინვალე ორგანიზატორები არიან და მე მინდა მადლობა უთხრა მათ რომ ესეთ სახულიად ერთ-ერთი წინვალე ორგანიზება წარმატებები ყველა ბავშვს და დამდეგი ახალწელი ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს. დღევანდელ კონცერტში და ამ ფესტივალში ზოგადად პირველად იღებენ ჩემი ბავშვები მონაწილეობას და ვფიქრობ რომ ძალიან წაადგებათ მათ სამომავლო გამოცდილებისთვის. ნიშნულოვანია რომ ფესტივალებში ხშირად მივიღოთ ხოლმე მონაწილეობა და დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ჩვენი მოწვევისთვის. მადლიერი ვარ ძალიან და ბედნიერი რომ ჩემს ბავშვებს აქვს საშუალება დღეს ამ სცენაზე გამოვიდნენ და იმღერონ. წარმატება ყველა მონაწილეს. ასე ვთქვათ, შემაჯამებელი კონცერტია და ყველანაირად ვეცადოთ რომ კარგად წარმოჩენილიყავით. ელენა შაქარაშვილი, ანსამბლი უფლისციხე. ჩემი სახელია ნიკოლოზ ჭავჭავაძე, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ბავშვები და ძალიან დიდი მადლობა და ძალიან კარგად გამოგვივიდა ცეკვა რა. ძალიან კმაყოფილი ვარ ბიჭებით მით უმეტეს. მე ვარ ბარბარე გოზალოვი და ვცოკავ ანსამბლ უფლისციხეში და ძალიან ემოციურია, როდესაც შენი ანსამბლი გამოდის და ყოველთვის მაქსიმალურს ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კარგად ვიცეკოთ. მე მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, მის წამყვან ხელმძღვანელს დირექტორს ზაზა მჟავანაძეს. მისი მეშვეობით ტარდება ძალიან ბევრი საღამოები და დღევანდელ ახალგაზრდებს აქ საშუალება იმისი რომ გამოაჩინონ თავიანთი თავი მე მინდა სულ ყველას მიულოცო კიდევ ახალი წელი დამდეგი უსურვო საქართველოს შვიდობა გამრავლება და გამარჯვებული მენახო ჩემი საქართველო და გაერთიანებული გილოცავთ სულ ყველას დამდეგ შობა ახალ წელს დღევანდელი დღე რა თქმა უნდა ყოველი კონცერტის დღე განსაკუთრებული არის და დღევანდელი დღე იმით არის განსაკუთრებული რომ წლის საანგარიშო კონცერტი არის ყველას ულოცავ დამდეგ შობა ახალ წელს და ბედნიერების ხვავის და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის თითოეული საქართველოს ოჯახისთვის 2025 წელი ულოცავ ფესტივალ მომავალი ჩვენიას და ყველა პატარა მოცეკვავეს თუ დიდ მოცეკვავეს დღევანდელ დღეს მრავალი კონცერტი ჩაგვეტარებინოს მხიარულად და ბედნიერებით დიდი მადლობა ამ ორგანიზაციას დღევანდელი კონცერტის საღამოსთვის კარგი უმაღლესი დონეზე ჩატარებულ მადლობა ბატონ ზაზას მადლობას გიხდით მეც ასევე ანსამბლი კეღოშვილების წარმომადგენელი გახლავართ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს ყველას წარმატებებს გისურვებთ და ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას და კეთილდღეობას მთავარი მშვიდობა ყოფილიყოს და გვეგუგუნოს ჩვენ რო გვინდა ისე ჩვენ ბავშვებს რო უნდა კეღოშვილებს რო უნდა ისე გვეგუგუნოს ამ ქვეყანას ძალიან გვიყვარხართ მთელი ორგანიზაცია შემადგენლობა რომლებიც ვართ ფანები ვართ თქვენი მიხარია რომ ჩვენ რო ჩავივლით იმ რუსთავში და იქ დიდი ასოებით მოწესრიგებული გარემო როა აბსოლუტურად შიგნით გარეთ ყველგან ხო ეს არის ქვეყნის სიამაყე ერის სიამაყე და ჩემი სიამაყე რომ ისეთი შესანიშნავი და ძალიან მაგარი სტუდია გაქვს მადლობა ხო და ჩვენი მასწავლებელი რო იტყვის ნომერ პირველი ვინა ნომერ პირველიო ხო მე ესე ვიტყოდი რომ ნომერ პირველი სტუდია მთელ საქართველოში რაც კი მინახავს მე ოშებს თქვაში რომ მოწესრიგებული გარემოა და მიმდინარეობს ქართულად სუნთქავენ შენ სტუდიაში და ეს მადლობა და გაიხარეთ ჩვენ ორგანიზაცია ულოცავთ ჩვენს ბავშვებს, ჩვენს პატარებს 2025 წლის შემობრძანებას, უსურვებთ ჩვენს მომავალ თაობას, იყვნენ ჯამრთელები, ბედნიერები, გახარებულები და რაც მთავარია ისეთ საქართველოში ეცხოვროთ, როგორიც ღირსებიც არიან ჩვენი მომავალი თაობა და მშვიდობიან საქართველოში ეცხოვროთ და ბედნიერებას და წარმატებას და სიხარულს და ყველაფერს კაის უსურვებთ. კარგ საქმეს ვემსახურებით. ქორეოგრაფია და ქართული ცეკვა ჩემი აზრით ყველა პატარამ და ყველა ბავშვმა
უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საგანძური, ჩვენი თაობების და ჩვენი წინაპრების მონაპოვარი და დანატოვარი და ჩვენ ქართულ ცეკვას ჭირდება მოვლა. მინდა მოგილოცოთ სრულიად საქართველოს დამდეგიშობა ახალი წელი და მადლობა მინდა გადაუხადო ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, რომ ყოველ წელს გვაძლევს საშუალებას იმისას, რომ ქორეოგრაფებმა გამომავლინოთ ჩვენი მთლიანი წლის ნამუშევარი და მინდა რომ წარმატება უსურვო ყველა გამომსვლელ ჯგუფს. ჩვენ დღეს ვიყოფებით ბატონი ზაზას კონცერტზე, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია ხოლმე და ყოველთვის არის მოწოდების სიმაღლეზე. დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე იყო იდეალურად ყველაფერი და იდეალურად ჩატარდა ყველა კონცერტი, დარწმუნებული რომ დღესაც ასე იქნება აუცილებლად და ნახოთ დანარჩენს უკვე კონცერტზე ნახავთ ჩვენც და თქვენს. Attention! Kriste შოვიდან 2024 წლის Kriste შოვისთვის 28 მოქმედების ადგილი დედამიწიერი სამოთხე საქართველო ჩვენი თავშეკრის ადგილი დედაქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო საკონცერტო დარბაზი თბილისი Art Hall-ი და დღესასწაული იწყება. ცეკვა ქართული ჩვენი საუნჯე საუკუნეებს გადახლართული ცეკვა ქართული სრულყოფილება როგორც ტაძარი სამდე ასული წინაპარ სუნთქვა გაცოცხლებული ჩვენი წარსული ღვთის ნაბობები ქვეყნის განცი და ერის ხატება ცეკვა ქართული მეტები რასის და სილამაზის გამოცხადება ძეგლი შედევრი დიდებულება და სასწაული ხალხის გენია მარადიული დღესასწაული ცეკვა ქართული წყალო წყარო ანკარა სულის მალამო მადლი უფლისა ცეკვა ქართული როქვის გვირგვინი უკვდავი ჰიმნი სიყვარულისა დარბაზის ეროვნულ ფერმას ზეფასა ქალბატონებო და ბატონებო სამყაროში ყველაზე ნიჭიერო მოვალო თაობა ეს გენიალური სტრიქონები ეკუთვნის სულიშვილების ანსამბლის ოქროს თაობის ერთ-ერთ ყველაზე უფრო არჩინებულ და დასამახსოვრებელ სოლის ბატონ ფეგის უთველიდეს რომელსაც წელს 87 წელი შეუსრულდა მაშათა დაშლა Cada ჩვენი ორგანიზების ორგანიზატორი გახლავთ ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი და მისი დამფუძნებელი ზაზა შაანაძე. დიდი მადლობა ეს განმაგვირგვინებელი და შემაჯამებელი კონცერტია. აი ეს მადლები კი გახსნიან გელდოს ჩვენს შემოქმედებით ურთიერთობებს ლავის დამოვიწყდა მე გახლავართ გელდები ჩვენი წარმოდგენის თავარი ხატაგებელი ზაზა ალექსიძე და გელდელ ჩვენს კონცერტს ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებ. ეს კავკასიონია ამათი მეთაური გახლავთ წლების განმავლობაში სოფიშვილების წამყვანი სოლისტი დამსახურებული პედაგოგი და ქორეოგრაფი ანგულ კავთარაძე. წავიდა კავკასიონი
აიღო მმართველობა, პიროვნება, რომელსაც საქართველოსთან და თავისი ხალხიდან არც ერთი დანადგარი და დაზგა არ გაუყანია და არ გაუყიდია. გაარემონტა აწმო ახალი შემოიტანა, ამაზე მეტიც აქ წარმოებას დამატა მეტალურგია, შემდეგ გამსხვილა ეს უზარმაზარი საწარმო, დღემდე უამრავ ადამიანს ღირსეულ შრომით პირობებს უქმნის და ის რომ აქ ასეთი არაჩვეულებრივი დარბაზია, ეს სწორედ ამ პიროვნების დამსახურება გახლავთ და დიდოსტატი კონსტანტინე არსაკიძის სიტყვები მინდა გავეხსენო. უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როდესაც შემოქმედების შენის ნაყოფი შენს ქვეყანას და ხალხს გამოადგება. ეს გახლავთ ჩვენი მასპინძელი რეალურად, მაგრამ დღეს ჩვენი სტუმარი ბატონი ბადრი ძილასანი. მომდენი დაბლობები. ორი ბადრია ძილოსანი, შვილი ბადრი და ბაბუა, რომელიც სწავლობს როგორ გადაიბაროს და გაუძლეს ბატონი ბადრის მიერ აშენებული ასეთი ფანტასტიკური ჰოლდინგი. ახლა რაც შეეხება დამჯილდოებლის კატეგორიას, ბატონი რევაზ ჭალიშვილი მინდა ვიხმოს სცენაზე. ეს გახლავთ პიროვნება, რომელიც 21 საუკუნეში ქართულ ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე გახლდათ. ახლა არის დღევანდელი ჩვენი ღონისძიების მასპინძლის ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის საპატიო თავმჯდომარე. მასთან ერთად ამ საბჭოში არიან ისეთი ადამიანები, როგორც არის თეკის უთველიძე, ბატონი ზაურ პაპიაშვილი, ივი სიხარულიძე, დაახლოებით 20-მდე ცნობილი საზოგადო მოღვაწე და არა მხოლოდ მუსიკალოვე და ქორეოგრაფი. და დღევანდელ დღეს, რადგანაც ბავშვები არიან დარბაზში, მოვიწვიეთ ხალხისათვის ესწოდე საყვარელი პოეტი და მსახიობი სვანთა კლაუსი ერეკლე სანდრიანი. როგორ გიგიხოთ ბატონო ერეკლე, რადგანაც თქვენ სვანთა კლაუსი ბრძანდებით, რა ჩამოგვიტანეთ და რითი დაიცველებთ ხელი. სიხარული და მუდამ იმღერეთ და იცეკვეთ. სკაუტი სასწაული ქართული ცეკვა რო არის, მე არაფერი არ მეგულებ. ჩემი აზრით ქართული ცეკვა არის უფრო დიდი სასწაული, ვიდრე ეგვიპტის პირამიდები, ვიდრე ჩინეთის დიდი კედელი, ვიდრე პართენონის და ერეხთეიონის ტაძრები, ვიდრე კოლიზეუმი. ქართული ცეკვა პირდაპირ განაცხადა დიდმა ჯორჯ ბალანჩინმა, გილა ხავ ცეკვას სამოთხეში, ეს არის ქართული ცეკვა. ბავშვებო, იცეკვეთ, იმღერეთ. მე კიდევ სვანეთიდან ვეცდები, რომ ბევრი სიხარული ჩამოგიტანოთ. თორს კი არ ჩამოგიტანოთ. შესახებ თუ რატომ მოვიწვიეთ დღეს ჩვენი მასპინძელი სტუმრად ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის საბჭოს აი ამ ადამიანების გადაწყვეტილებით
ჩვენ გავაგზავნეთ რეკომენდაცია საქართველოს საპატრიარქოში, ეს უკვე მეათე წელია გრძელდება ასეთი პროექტი და ბადრი წილოსანის კანდიდატურა წავაგენეთ და რა თქმა უნდა იქიდან მოგვივიდა თანხმობა მაშას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელობის პრემიის ლაურეატობის წოდება მიენიჭოს ბატონ ბადრი წილოსანს. არა, ბატონმა რევას უნდა განმოგცეთ, იმიტომ რომ საპატიო თავმჯდომარეა. დილოცავთ და უზარმაზარი მადლობა თქვენ. პირველ რიგში მე მინდა მოგესალმოთ სულ ყველას, ვისურვოთ ბედნიერი და დაგეთავროს ეს წელი და 2025 წელი ყოფილიყოს ჯანმრთელობის, ბედნიერების, მამის, დოვლობის, ბარაქის და ყოველივე კარგის მომტანი. მარტო პედრო ხემიდა და პატრიარქს მინდა უსურვოთ დიდხანს სიცოცხლე, რომელიც ისე იგი ჩემი არის საყვარლესი ქრონება და ალოცული და ბედნიერება. ურმის მადლობა თქვენ ბატონო ბადრი 90-იანი წლები რომ გადაგვატანინეთ შემოქმედებითად წარმატებულად და აქ კიდევ ერთი 200,000 კაცი იქნებოდა მადლობელი იმისათვის რაც თქვენ აკეთებთ და აგრძელებთ ამის კეთებას. ეს არ არის ის რაც გვინდოდა წარმოგვეჩინა. არსებობს ბატონო ბადრი ასეთი ექიმი ანთროპოლოგი კარლ გუსტავ იუნგი, რომელიც თავის სტუდენტებს ეუბნებოდა და ეკითხებოდა, იცით თუ არა და მეთხრით თუ არა, თქვენ რა არის კაცობრიობის, ცივილიზაციის და პროგრესის ძირითადი წყარო? ზოგმა თქვა ცეცხლი, ზოგმა თქვა ბორბალი, ზოგმა თქვა შვილდისარი, დავთიბერი უკვე მე-19-ში. და ბოლოს კარლიულმა უთხრა ასეთი რამ. ბუნებაში თამარია ნადირობა და სისწრა. და როდესაც ერთმა ადამიანმა ეხ გადაბრუნებული თავისი ახლო ტომელი შეიფარა, თავისი დრო დაუთმო მას და გამოაჯანმრთელა, აი ეს არის საფუძველთა საფუძველი გარემომცველი სამყაროდან ადამიანის გამოყოფის. და ასეთი შესავალი სპეციალურად გავაკეთე, იმიტომ რომ მინდა წარმოგიდგინოთ პიროვნება, რომელიც გახლავთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო წევრი, ქორეოგრაფიული ბრწყინვალების ორდენის კავალერი, ქორეოგრაფიის რაინდის ორდენის კავალერი, ილია მეორის საერთაშორისო ფონდის საპატიო ორდენის კავალერი, სრულიად საქართველოს საბავშვო ლიტერატურული ფესტივალის სიკეთის ხის და ილია მეორის სახელობის პრემიის ლაურეატი, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის საპატიო წევრი და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო წევრი და კიდევ სუხიშვილების ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე წლების განმავლობაში და შემდეგ სუხიშვილების სტუდიის წარჩინებული პედაგოგი 20 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი გახლავთ ბატონი თამაზ ათანელი. ბატონ თამაზ, თქვენ სტუმრებთან ერთად ძვირფასო სტუმრებო, შემოვზადით თუ შეიძლება სცენაზე. შემოვზადით სცენაზე სტუმრებო. ბადრი, ბატონო ბადრი, ცხოვრებაური. შემოვზადით სცენაზე თუ შეიძლება. დღეს დარბაზშია ბატონი თამაზის მამა, აი ვინც მოვიდა გაუვარდა. აი 10-ზე თუ ზივით დამეცა ეს კაცი მამაშვილობაში რა როლი აქვს შესრულებული და დარბაზში ზის ბატონი რაფიელ აკარი ჩემი შვილია უმიხრად ეს
ღმერთმა გაანათო მე მამა მეგონა და გამიხარდა მამა მისი გახდა ასევე სოფშილების მოცეკვავე და ახლა ხომ შვენივრად გამოიყურება ჩვენი ბატონი თავაზი მაგრამ ახალგაზრდობაში რუსულ ტერმინს ვიქმარ ნამდვილი კრასავჩიკი იყო ბატონი რეზო იყო მისი ერთ-ერთი აღმზრდელი ბატონ რეზოსთან ერთად ფრიდონ სუარბერიძე და ჯუმბერ ბერაძეც მისი აღმზრდელები გახლდნენ და როდესაც სოფიშვილების სკოლა სტუდიაში მომზადდნენ ბატონი ილიკო და ქალბატონი ნინო რეკომენდაცია გაუწია თან მიუთითა რომ აი ეს ხმაწვილი იქნება ახალი მშვენება სოფიშვილების ანსამბლის და სულ რაღაც 2-3 დღეში ჩვენი ბატონი თამაზი წამყვანი სოლისტი აღმოჩნდა ბატონო რევას მე მგონი ორი სიტყვით თქვენ უნდა ჯერ მიულოცოთ შემდეგ წარადგინოთ და მოკლედ ამ ამბის შესახებ სანამ ჩემს თამაშზე ვითხოვდე რამდენიმე სიტყვას მინდა ისარგებლო შემთხვევით და ბატონ ბადრი წილოსას საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირი და მთლიანად საქართველოს ქორეოგრაფიის სახელით გადაუხადო დიდი მადლობა რაც ამ ადამიანმა მისმა გვარმა და მისმა სახელმა გააკეთა საქართველოს ქორეოგრაფიისა აი ბატონი პატრის გვერდით მდგევარ და აქ როგორც ითქვა ასეთი ადამიანები გზამდებიან და ჩემი სამაყო ჩემი ბატონო ბატრი და ბატონებო ჩემო ბატონო აგე ჩვენი ბატონი ერეკლე გზამდება საქართველოს დიდი პოეტი საქართველოს სახალხო პოეტი ბატრი ბატონო სახალხო პოეტი ამაზე დიდი ბედნიერება რა არის რომელიც გაზა ბატონო ამშვენებს ხევანდელ საღამოს ორივე სიტყვა ჩემს ბატრის შესახებ ლეგენდარული სუხიშვილების ბარი და ლეგენდარული ანსამბლი ავშვებო თქვენთანავარ ვერავინ რაუნდა ადამიანს არ თქვა ჩემს შესახებ არაფერიო და არაფერი არ თქვა და როგორ არ თქვა ეხლა ასეთი უმბერასები წამდებიან სცენაზე ბატონო ჯაზა ქალბატონო მანანა და მაშინ ვინაიდან დღევანდელი საღამო ეძღვნება ბატონ თამასის როგორც გაწითა უკვე შეცვლა თვითონ რომ ითქვა არ თქვა ჩემზე არაფერია და მაშინ ერთ მომენტს დავიხსენე ვინაიდან სასამკი ძანა თუ როგორ ამშვენებდა სუხიშვილების დიდ ანსამბლს თამას ათანელი ერთ მომენტს დავიხსენე სუხიშვილების სტუდიაში სახელმწიფო სკოლა სტუდიაში დირექტორი გზამდებოდა გოგი სუხიშვილი და სამხატვრო ხელმძღვანელები ქალბატონი ნინო გამიშვილი და ილიკო სუხიშვილი ახსოვს ერთხელ ომძახა სტუდიაში ანდრე ბატონო სახა აგე ეხლა მერი დირექტორი ხალხური ცენტრის სახელმწიფო სკოლა სტუდიის ერთმანეთი დირექტორი და აში დირექტორის მოადგილე გახდა მომზადდა ქალბატონი ნინო გამიშვილი და ილიკო სუხიშვილი დირექტორის მისაღებში გევარ და ამ დროს თამაზი გამოჩნდა და
პირდაპირ ასე მაგრამ პირდაპირ ეუბნები ქალბატონო ნინო ბატონო ილიკო შეხედეთ ამ კვარტალს ეს დაამშვენებს სუხიშვილების ანსამბლს ისევე როგორც ამშვენებს ჩვენი ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო სკოლა სტუდიას მეწვიდა ბატონმა ილიკომ უთხრა შვილო ხვალ ანსამბლში მოხვალ და ჩათვალე რომ შენ ჩარიცხული ხარ სუხიშვილების ანსამბლში და იქიდან გაიწყო ამ ადამიანის დიდი სხვა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში სუხიშვილებთან ერთად საქართველოს და ბატონო რევას კიდევ ერთი რამ ამ დარბაზში არის ჩვენი კიდევ ერთი მასპინძელი ქალბატონი დანა გორგაძიშვილი რომელსაც ერთი შეხედვით დიაგნოზი დაუსვა თამასმა და ნანა დღეს ცოცხალი რომ არის მისი დიაგნოზის ბრალია და მისი საექიმო სამკურნალწამლო შემეცნების და ღირსების და კიდევ ერთი რამ ერეკლე სახლიანის დაც მსგავს სიტუაციაში მის დიაგნოზით გადარჩა ცოცხალი რომ არის და ამაზე თვითონ ერეკლე მოუყოლა ბატონებო და ქალბატონები რატომ გვიყვარს ჩვენ ეს კაცი უფალი ბრძანებს ვისა საკუთარი გულის კარზე არ დაუკავკუნებია ტყუილა აკავკუნებს ჩემ კარზე ეს არის ადამიანი რომელიც ცხოვრობს გულით ეს არის ადამიანი რომელიც იხედება გულიდან და ეს არის ადამიანი რომელსაც სხვაგვარად არ შეუძლია დაბადებულია სიკეთისთვის დაბადებულია სიხარულისთვის დაბადებულია იმისთვის რომ ერთმანეთის მიმართ რწმენა არ წაგვეშალოს აი ეგ არის თამაში აქ ითქვა რომ მისმა დასმულმა დიაგნოზმა გადაარჩინა ჩემი და დიდებული ქალბატონი მაგრამ ჩვენ რო ჩამოვთვლა დავიწყო დილამდე ვერ ჩამოვთვლი იმდენი სიკეთე აქვს მას გაკეთებული ახლა კი დავაჩერო გიორგი ეხლავე თავარი უნდა ვთქვა უცხოელებს არ გააჩნია გენაცვალეს შესატყვისი სიტყვა კი არა განცდა არ გააჩნია აი იმიტომ არ არის არც ერთ ენაში სიტყვა გენაცვალე რომელიც გულისხმობს მოყვარისთვის საკუთარი სიცოცხლის ჩანაცვლებას მე გაახლებ ლექსს რომელიც ბატონ თამარს მიუძღვენი და გაქვს წერდი ცხელი გული გამჭირვალე მინანქარი დაგდით თვალზე როგორც რემლი იორდანეს წმინდა წყალი სიკეთე და სახელი ხარ განსაცდელში გწყალობს ერი ელი სიცხარ დილი ქართველი ხარ მიმწუხრი შამს ებრაელი ხარ სპეტაკი ჭრელი თვალი ჩემცარუხრი ამ დროებას ორი ერი საფიქრალი ორი ერი სათნოება მოყვასისთვის სულ ხარ ფხიზლად მიქცევი მასზე დარდა აღთქმულ მიწის მოძახილად დაუხლელი ცხელმზის მადლად შური ვეღარ გეკარება
სიბნელისა შეხარძლეველ იქიმზადებ ნეტარებას იქიმზადებ სასუფეველს დაგაქვს კერდი გულის ხელი გამჭირვალე მინანქარი დაბდი თვალზე როგორც ცრემლი იორდანეს წმინდა წყალი ასეთი მექსიკოლა ლეონიდისთვის არავის მიუძღვია სიცოცხლეს ალალია თამაზისთვის დაჯილდოვდა უძრიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სახელობის პრემია ერისა და სამშობლოსთვის გაწეული უანგარო სამსახურისთვის ეს ისედაც ეს ერთი და ყველაზე ძირითადი და მთავარი ბატონორევას მთავარი ახლავე ერთით მაშასე ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და გაზეთ ქართული ფოლკლორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დასახელდა თამაზ ათანელი თბილისის სკოლიდან აი ამ ადამიანს ამდენი პრიზი გავიცი ეგას ვიცავარ სტალის არ ქონდა და პრიზი ამასაცა მეორის სახელობის პრემიის ლაურეატი ბატონი გიორგი ბაბუგაშვილი. ბატონო თქვენ გადაიცით. ძალიან კარგი. ბატონო იმაროზე დავინახე შემოგწადეთ თუ შეიძლება. ბატონი ნოდარ ელიშაკოვი, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის სამართალდამცავი. ესეთი მე ვიში რომელი ვარ ბატონი გოგითორა ამოვა გოგითორა ეროვნული ოდიშვილი რა შავი და მე ჩემს ჩემ მეგობრს ჩემ საყვარელ ადამიანს ბატონი გიორგი ჯიჯოლაძე ბევრი სიკეთეა გამგვიბრად გაკეთებული ერთმა სიკეთე მიცეს თელ საქართველოს ილოცავს ნამდვილ განხარჯესთან ეს კაცი გახსოვდეთ იმიტომ რომ ამ კაცს უანგაროდ შეუძლია ნებისმიერ გაჭირვებულ ადამიანს გვერდში დაუყოს აი ამაშია ამის უდიდესი ღვაწლი ამ ქვეყანას და ჩემ თავს ჩემ მაგარკაც ჩემ ძმაკაც აბა შავი ბავშვებმა გოიცი უსაშველოების მაგარში გოიცი გენდენეცო მეთმა გაგო ცოტა გაგახაროთ ტექნიკა ხალხი ოღონდ ვიცი რომ დროის ფონდი ლიკვიდებულია მაგრამ ორჯერ გამომჩა გავხება 88 წლის კაცი საზაფხულო რაღაცა გამოგჭება ხო ერთი ის რომ თამაზათანელი როგორ სიტყვა ყველაზე გადაყოლილია არა მარტო თბილისში თელ საქართველოში ყველას პურნალია და ყველას პატრონია და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ხევანდელის საღამოს ორგანიზატორებს ასეულობით საქართველოს ორგანიზატორებს საქართველოს ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს და მის მოადგილეს დიდებულ ქალბატონს უნიჭიერეს ქალბატონ მარინა უშიგიშვილს დიდი მადლობა მადლობა ყველას ერთად კი ეროვნული ცენტრის წრის ანსამბლის ტიტულზე წარდგენილი ანსამბლი
ბატონო ზაზა. აქ არის ორი რეჟისორი, რომლის ფილმებში დიტრისი
გრიფის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას უწევს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბოდრუმში ეგეოსის ზღვაზე გასამგზავრებლად. მილოცავთ. უხარე აპლოდისმენტები შევეგებოთ ეკატერინე გოგინიძეს, ხამარ-ბეფის ორდენის კავალერს, დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორს. ანსამბლი კეგოშვილები. ეს არის საკუთარ საქმეზე შეყვარებული უზადოდ და მაღალ დონეზე შემსრულებელი ყველაფრის, რასაც არა მხოლოდ ქართული ცეკვა გვია, არამედ ვაჟკაცობა და ურთიერთობები. და ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით ილია მეორეს სახელობის პრემიის ლაურეატობა გიორგი კეგოშვილს. ბატონო სანტა-კლაუს, გამომზადეთ თუ შეიძლება. ეს თქვენი პრეროგატივაა. ბატონო რევას, მომზადეთ. გადაეცილე. გიორგი კეგოშვილი. კეგოშვილები დილდებდება წლის საუკეთესო ანსამბლის ტიტულით. ასევე ეროვნული ცენტრი ანსამბლს რეკომენდაციას უწევს ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ნესტევში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. გილოცავთ გიორგი. ამ პატივის ქორწილში თამადა გახდით, ეხლა ორი ფანტასტიკური ერთგვარზე უკეთესი გოგონა ყავს. ეს არის ვასილ ზამბახიძე. ასევე ქართია ახალგაზრდა რა თქმა უნდა დავით ბელთაძე. ერთსულოვნება. ქართია შენგან მოგცემა დიმო აუცეო. ილია მეორის პრემიას ულოცავს დავით ბელთაძეს. და რა თქმა უნდა ვასილ ზამბახიძეს. ბატონო გზებს. ასევე ერთსულოვნება გაემგზავრება თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბოდრუმში ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. გილოცავთ ერთსულოვნება. ახლა კასპიელთა ჯერი დადგა ნინო პავლიაშვილი და ანსამბლის სვილოელნი. ნინო მე არ დავიღლები შენი დაჯილდოებით. ამას სინათაც რამდენიმე ერთგვარზე უკეთესი ანსამბლი გვაწვიე და ჭეშმარიტად იმსახურებ ილია მეორის სახელობის პრემიას. გავაგზავნოთ სვილოენში ბოდრუმში ეგეოსის ზღვაზე ანსამბლი სვილოენი. საგასტროლო საგზოვი თქვენ. მანენა კასპიის ზღვა სამანაოდ არ ვარგა და კასპიელებს კასპიაში გვარდავდოთ. დილად არაგვის ხეობა და ლუკა ციგრიაშვილი. ანსამბლი არაგვის ხეობა გაემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ ბოდრუმში. გილოცავთ. რა თქმა უნდა ჩვენი მასპინძელი და იუბილარი ანსამბლი წამისი 15 წლისა. სალომე ცინდელიანი, ლუკა ხიდაშელი და ზაზა მჟავანაძე. ანსამბლი ბულგარეთში გავამგზავროთ. ხონიჭარაში ჩვენთან მე ერთად წავიდოდა. ნამდვილად იმსახურებენ საგასტროლო ძალიან კარგ მოგზაურობას. ასე რომ წინ გზავნისელებ
შეხვედრების გარეშე არ ვარგიან. მოდრომში ფესტივალი თქვენს გარეშე ვერ დაიწყება. გეპატიჟებით. საოცრად ნიჭიერები არიან სვანები. არამხოლოდ სვანეთში, არამედ სოფელ წანიში, რუსთავსა და თბილისს შორის ამის დასტურია ჩვენი ძვირფასი ნანა მურგვლიანი და მისი ბავშვები. ვოკალური სტუდია გამა. შეუდა გადაცერეგლე. ეს ძალიან მაგარი გოგო, მიხარია რომ ერთ დროს ჩემი მოსწავლე იყო, მამაკო. ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ნესებრში გეპატიჟებიან. სტუდია ლაჰილი, მარიან ანდია და გიორგი მურგვლიანი. ესე იგი მურგვლიანები ერთად რომ ხარ, სეგვა თამაშა გამოდის. ნესებრშიც ერთად იქნებით. ქორეოგრაფიული ანსამბლი მერცხალი და დავით ჩაჩვა. და ჩაჩვას ხატვილები. მოდრომში გელოდებიან. ბიჭებო, სულ ხო იცით? უფლის ციხესთან, ისკრისფერი გამაძოსები, ჯერარ ალგარის, ახსანგერის, ათიქვედრია, გიორგი ნაზარეშვილი, უფლის ციხე. და ანსამბლ უფლის ციხის საუკეთესო მოცეკვავედ მივიჩნიეთ ლალი გაბინაშვილი. Patronevas, ჩვენ უნდა გადასცეთ ბარბარე გოზალოვი, საუკეთესო მოცეკვავე. სალომე კავკავაძე. Patronevas. ნიკოლოზ კავკავაძე. და გავამგზავროთ უფლის ციხეს თურქეთის რესპუბლიკაში. თურქეთი ვერ ხარ. რა დაგშოთავდა კიდე რა ვიქნა. თავი შესანიშნავი ადამიანი ვინაიდან ვხადოთ ჩვენი ორგანიზაციის საპატიო წევრი, მისეული ადამიანია ერთხელ მასენაზე ნოდა ელიშაკოვს. ბატონდარი, აქ წამდება? ბატონი გოგი ქორაძეს თქო. ერთგივი იმპლანტოლოგი. გადამიღო და ელიშაკო. ერთგივი ნუ დაგჭირდებათ და ამაზე უკეთეს ვერხილა. ეს კაცი მიყვარს კიდე ძალიან, როგორ ახალს. რა მოიტანეს რა? გოგი ქორაძე, რა თქმა უნდა, გილოცა. ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის საპატიო წევრი და იმ ფილმის რეჟისორი, რომელშიც მონაწილეობს ბატონი თამაზი და კანის ფესტივალის საუკეთესო 20 ელჩი რომ მოხვდა შარშა. ძალიან დიდი შთაბეჭდილებით მივდივარ აქედან. გაბედნიერებაა, რომ აი ეს ყველაფერი ჩვენი ტრადიციები, ეს სეკვები ასე გრძელდება და ასე ლამაზად და აი ამდენი ხალხი ერთად ელი საქართველოდან ჩამოსული. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება. მადლობა მინდა უთხრა თამაზის, ჩემ ბავშვობის მეგობარს, რომელთანაც ერთად მოვდივართ უკვე ამდენი წელი, ამ წინვალი ადამიანს და ჩემ ფილმში ითამაშა, ორ ფილმში, ერთხელ
ქრისტიან სალარიძესთან, მსახიობთან ერთად და ერთხელ პატარა მოკლემეტრაჟიან თეატრში, რომელიც კანის ფესტივალის ნომინანტი გახდა და აი ყველაფერში ნიჭი გამომა ადამიანს უკარკველი ებრაელია და ამით ყველაფერი ნათქვამია. მოვეფეროთ ერთი მეორეს მართალი მზადებით. მე მინდა ყველა ჩემო კარგებო ამ შესანიშნავ ადამიანებს აი საქართველოს როსუნთქულობს სწორედ ასეთი ადამიანების დამსახურება. ქესვიხრი თქვენ წინაშე და მიხარია რომ თქვენ ჩვენი ორგანიზაციის საპატიო წევრები ხართ, აქტიურად თანამშრომლობთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. თითოეული